შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მზრუნველობა მოკლებულ და სოციალურად დაუცველთათვის ქობულეთში ფიჭვნარში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. პროექტის მიზანი მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაა. პროექტის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვისა. ორგანიზაცია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ჯერ კიდევ დაუსრულებელია, თუმცა სახელდახელო და მარტივად აწყობილი პანდუსიც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ეტლით-მოსარგებლებმა ზღვის სანაპიროზე ჩასვლა შეძლონ. სწორედ ამიტომ ხის ბილიკის მოწყობა ერთ-ერთი აქტივობაა, რაც ორგანიზატორებმა ბანაკის ბინადრებთან ერთად დაგეგმეს. გამოიწვიეს საკუთარი თავი და შეცვალეს სამყარო. ამ დევიზით და საკუთარ უნარებში დარწმუნების იდეით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან ერთად უკვე მესამე დღეა ფიჭვნარის ტერიტორიაზე გაშლილ კარვების ქალაქში ცხოვრობენ. დავალაგეთ ახაურობა, ეხლა ვცდილობთ პანდუსი გავაკეთოთ, საზოგადოებისთვის საჭირო წარმოაჩინონ საკუთარი თავი. პირველად არიან დედის გარეშე, იმისათვის რომ ირწმუნონ მეტად საკუთარი საშუალებები, საკუთარი ძალა და არა მარტო საკუთარ თავს მიხედავენ, არამედ ისინი თავიანთი აქტივობით ცდილობენ კიდე სხვასაც გაუკეთონ სიკეთე. მათი პრობლემა არის ერთადერთი ის, რომ საზოგადოება უნდა იყოს ღია ამ ბავშვებისთვის. აუცილებელია, რომ ნებისმიერ თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა ჰქონდეთ და ნებისმიერი ობიექტი და ნებისმიერი არა მარტო ობიექტი, ანუ გარემო მთლიანად იყოს ხელმისაწვდომი. პანდუსის საჭიროება იმ ნამუშევრებშიც აისახა, რომელიც პროექტის მონაწილეებმა ხატვის კონკურსისთვის შექმნეს. ხატავენ იმას, რასაც ხედავენ და გრძნობენ. ამიტომაც ყველა ნამუშევარი ბანაკის ორდღიან ემოციას უკავშირდება. ჩვენ გავაკეთეთ კარავი, რომელიც ცოტა მოზრდილია, ცოტა ოღონდ, თორსაც ძალიან დიდები აქვს და გავაკეთეთ კიდე პანდუსი და გვინდა რომ ეს ადგილი და ეს ბანაკი იყოს ადაპტირებული. ჟიურის ნაწილს მოეწონა ეს ნახატი, იმიტომ რომ არის უშველებელი კარავი. აქ ყველა ნახატზე მზეა, ზღვა, სივრცე და დიდი კარავი, რომელიც ყველას ერთად დაიტევს. სწორედ ამიტომ დღეს ამ დროებით დასახლებას ურთიერთობის ბანაკი დაარქვეს. ყველანაირ სიამოვნები წავა აქედან, ყველა სურვილი იყო ის, რომ ესეთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრშიც, ზღვასთან ახლოს და ნაწილობრივ ტყეში და ზეცხელს გვიწყობს, ანუ ყველა კომპონენტი ერთად არის შეკრებილი. სამდღიანი ბანაკური ყოფა მშობლების გარეშე სიურპრიზებითაა სავსე, ისევე როგორც ბანაკში მოულოდნელად შემოსტუმრებული სასურველი სტუმრების ხილვის ემოცია. აჩილება ხშირად უნდა კეთდებოდეს ესეთი აქტივობები, იმისათვის რომ ამ ადამიანებმა, ამ ბავშვებმა იგრძნონ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ჩვენ ამდენი ვართ და კიდე არიან ადამიანები, რომლებიც პროსტა არ იციან რომ იგი ხდებათ, რა აუცილებლად მომენ, საიდანაც არ უნდა იყოს, დედამიწაზე ვლაპარაკობ რა. დაჟე დედამიწაში თუ გააბაზრებ, უფრო მეტი მოვა. ურთიერთობების ბანაკის ცხოვრება შავი ზღვის სანაპიროზე ხვალ დასრულდება, მაგრამ ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ პროექტი გაგრძელდება, თუმცა შესაძლოა სხვა სახელით, სხვა ადგილას და სხვა შემადგენლობით.